მადლი გასაფრთხილებელიც გვაქვს და გასამრავლებელის მოსახვეჭიც სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი ხო ეს მადლის მოხვეჭა აი როგორც პავლე მოსკულებას მადლის წინ უნდა მოგემატოს რომ ჩვენ წარმოვმართოთ დიდებითი დიდებაში ანუ ეს დაუსრულებელი პროცესია ეს გზა არის ჩვენ ამ გზაზე მდგომნი უნდა გარდავიცვალოთ გზა როცა სულ მუდამ დინამიკაში ხარ ღმერთმა გვიპოვა აი როგორ არის ნახეთ ქრისტე არის გზა და ეს გზა იწყება თითოეული ადამიანის გულიდან საიდან რა წერტილიდან რომელშიც ეს ადამიანი იმყოფება სადაც გიპოვა ღმერთმა სადაც გიპოვა სადაც ჩვენმა გულმა ღმერთი იგზნო ეს შეიძლება უკიდურეს ჯოჯოხეთია როგორც წესი იქიდან იწყება ეს გზა და მიემართება მარადისობაში ანუ ღმერთში შედიხარ ამ გზით და ეს გზა თავად ქრისტეა ეს გზა გადმოიშალა როცა განკაცდა ღმერთი ტრანსცენდენტული ღმერთი გადმოიშალა ეს გზა გადმოიხსნა და შენს გულამდე მოვიდა და ამ გზაზე რო დგები ეს გზა არ მთავრდება არასოდეს არ მთავრდება და გარდაცვალება უნდა მოხდეს ამ გზაზე მყოფი როცა ხარ მაშინ არ შეიძლება ამ გზაზე თუ არ ახარ და ისე გარდაიცვალე ეს წარწყმედა ამ გზაზე უნდა იდგე და ისე უნდა გარდაიცვალო მაშინ გარდაიცვალები სიკვდილისაგან სიცოცხლეში და ამ გზაზე დგომა ყოველთვის ამ გზაზე დგომის ერთგვარი აუცილებელი პირობა მოდი ასე ვთქვათ არის შენი სიფხიზლე და მღვიძარება იმიტომ როგორც კი მოდუნდები ეშმაკი გაცდუნებს და გადაგახვეინებს გზიდან სიფხიზლე მღვიძარება რომ ამ ეს გზა ვიჭრო და ეკლიანია ადვილი სავალი არ არის მაგრამ ამ გზიდან გადახვევა არ შეიძლება იმიტომ რომ შენ რო გონია რომ ცოტა ხანი გადავწდი ამ გზას და მოვისვენო კომფორტის ზონაში გადავიდე შარაგზაზე სადაც ბევრი დადის იქ თუ გარდაიცვალე შენ ვერ ცხონდები ცხონება არის ამ გზით გასვლა იმ კარებში რომელსაც გარდაცვალება ქვია და აგზელებ ამ გზაზე სიარულს ამიტომ ჩვენ რწმენას ჭირდება გაფრთხილება და ბრძოლის უნარიანობა